ამ ვიდეოში შევეხოთ 2025 წლის მასწავლებლის გამოცდის ბოლოს წინა 26 სავარჯიშოს, რომელიც 5 ქულითაა შეფასებული და აი 5 ქულის კვალობაზე ეს ამოცანა ნამდვილად არაა რთული. საშუალო სირთულის ამოცანა, თუმცა 5 ქულა ამოცანაში ისეთია საკმაოდ კარგი ვარიანტი. ნახევარწრეწირი გვაქვს მოცემული. სადაც დიამეტრის ერთ-ერთი წერტილიდან C წერტილიდან აღმართულია მართობი და აი მართობით CB მონაკვეთით და DB კალით მიღებული ფიგურის ფართობს, აი ლურჯად მონიშნული ფიგურის ფართობის პოვნაა ჩვენი მიზანი. ნახაზი გადმოვიტანე, გავამზადე. აშკარად ეხლა ეს აღარ დავტვირთაო. ნახაზ აი აქ 2 როა ეს დავაწეროთ. 6 არის, ვიცით, 10-ის სიგრძე, თუმცა C აქ უნდა იყოს. 10-ის სიგრძე არის 6 ტოლი. შესაბამისად 10 თუ 6-ია და CB არის 2, დიამეტრი 8 გამოდის და რადიუსი 4 და აი ჩვენ ამ გზით უნდა წავიდეთ სავარაუდოდ, ხო? რადიუსი 4-ია, აი ეს ნაწილიც გამოვა 2 და ყოველთვის როცა ჩვენ ამოცანაში მართკუთხა სამკუთხედის სადღაც მართკუთხა სამკუთხედის შეგვიძლია ავაგოთ და მით უმეტეს მისი კათედი და ჰიპოთენუზა გვეცოდინება, ეს აშკარად უნდა იყოს კარგი იდეა, ხო? შევაერთოთ D წერტილთან, იყოს აქო D წერტილთან შევაერთოთ O წერტილი და აშკარად მივიღეთ მართკუთხა სამკუთხედი. სადაც ვიცით ერთ-ერთი კათედი და ვიცით ჰიპოთენუზა, რომელიც არის 4-ის ტოლი. პირველ რიგში რასაც გავაკეთებთ, იქნება CD მონაკვეთის სიგრძის პოვნა და ნახავთ ეგ რაშიც გამოგვადგება. CD-ს კვადრატი იქნება 4-ის კვადრატი. დავწერ მაინც შედარებით ვრცლად. ეს იქნება 12 და შესაბამისად CD იქნება ფესვი 12-დან. დავწერთ მოკლედ, ეს იქნება 4x3 და ეს არის 2 ფესვი 3, ხო? 4-დან 2 ამოვა და ქვეშ დარჩება 3. 2 ფესვი 3 გამოვიდა CD-ს სიგრძე, ესაა 2 ფესვი 3 და ეხლა, რა უნდა იყოს ამ ამოცანის როგორ უნდა განვითარდეს სავარაუდოდ ამ ამოცანის ამოხსნა, ხო? ესე იგი, აი ამ სამკუთხედს ჩვენ CB ვიპოვეთ, ხო? მართკუთხა სამკუთხედის 3 გვერდი ვიცით და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია უკვე აი ამ კუთხის პოვნა. ამ კუთხეს თუ ვიპოვნით, მაშინ სექტორის ფართობს ვიპოვით და სექტორის ფართობს გამოკლებული ამ სამკუთხედის ფართობი იქნება აი ამ ფიგურის CDB, ესე თუ შეიძლება დაუძახოთ ამ ფიგურის ფართობი. მეორე ვარიანტი არის ამ კუთხის პოვნი, ესეც მარტივია, ხო? სინუსით რო ვიპოვოთ მაგალითად სინუს ალფა. ან მეორე ვარიანტი მარტივია ასევე DB წერტილები რო შევაერთოთ ერთმანეთთან, მაშინ ქვედაფუძე 4 იქნება, OD-ც იქნება 4 და რადგან აქ მარტი კუთხეა, მაშინ ეს ტოლფერდა სამკუთხედი უნდა იყოს და მეტიც ტოლგვერდა სამკუთხედი გამოვა, ამიტომ ეს 60 გრადუსიანი კუთხე იქნება. არ აქვს დიდი მნიშვნელობა როგორ გავაკეთებთ, ხო? ხო, CD ვიპოვეთ, ეხლა უნდა სინუსი გამოვიყენოთ. მაინც ამ კუთხის სინუსი, ეს იყოს ალფა კუთხე, სინუს ალფა ვიცით რომ არის მოპირდაპირე შეფარდებული ჰიპოთენუზასთან, 2 ფესვი 3 შეფარდებული 4-თან, ესენი შეიკვეცება და დამრჩება ფესვი 3. მეორედი და აქედან მივიღეთ რომ ალფა არის 60 გრადუსი. ხო, ალფა 60 გრადუსია, აქ დავწეროთ 60 გრადუსი და დანარჩენს წავშლი. ხო, ეხლა დავითვალოთ უკვე სექტორის ფართობი, ODB სექტორის ფართობი. მოდი ჯერ იცი რა, სექტორის ფართობის დათვლა შეგვიძლია პირდაპირ ფორმულითაც, ხო, მაგრამ უფრო ლოგიკური მგონია, რომ დავითვალოთ წრეწირის ფართობი, რომელიც πr კვადრატია და ჩვენ შემთხვევაში 16π იქნება. და თუ ეს კუთხე არის 60 გრადუსი, მაშინ გამოდის რომ ის ამ მთლიანი წრეწირის 60-300 ეს 60-ედი
შესაბამისად 1/6. ამიტომ სექტორის ფართობი იქნება მთლიანი წრეწირის ფართობი გამრავლებული 1/6-ზე. ეს გამოვა 8π/13, ხო? სექტორის ფართობი ვიცით, ანუ ვიცით ჩვენ ფართობი აი ამ მთლიანი ნაწილის. ამ ფართობს თუ გამოვაკლებთ მართკუთხა სამკუთხედის ფართობს, მაშინ მივიღებთ იმ ფიგურის ფართობს, რასაც ამოცანაში გვეკითხებიან. ესე მართკუთხა სამკუთხედის ესე დავუწეროთ, არის 2ჯერ ფ/3 შეფარდებული 2-თან და გამოვა 2/3. ესე იგი, სექტორის ფართობი ესაა, მართკუთხა სამკუთხედის ფართობი ეს და საბოლოოდ გვექნება ეგეთი რამე. ესი დავარქვათ უბრალოდ საბოლოო ფართობს. ან შემიძლია მივწეროთ CDB. თუმცა არც უნდა. ამ ფიგურის ფართობი იქნება სექტორის ფართობს გამოკლებული 2/3, ხო? არ ვიცი პასუხებში როგორ არის. ალბათ ეს უკეთესია ვიდრე ეს რომ გავაერთმნიშნელიანოთ, გვექნება 3 და 8π-6/3. ხო, ალბათ ეს პირველი ჩანაწერი უფრო უკეთესია. ეს მივიღეთ პასუხი. ხო, და ამით ამოცანის ამოხსნა დასრულდა.